მოგესალმებით. დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება მე და ჩემს კოლეგებს პარლამენტიდან უვანსპინძლოთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ბატონ ბეილს და მის კოლეგებს, ვიცე-პრეზიდენტები ბრძანდებიან ჩვენთან საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან მრავალი წლის განმავლობაში და მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაცაა წარმოდგენილი, ყოველთვის ატარებდა ძალიან თანმიმდევრულ პოლიტიკას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით და სულ ცოტა ხნის წინ მიღებულ დეკლარაციაშიც მათ ძალიან მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ნატო ელოდება საქართველოს როგორც თავის მომავალ წევრს და რომ ეს პროცესი გრძელდება და მას ვერავითარი სხვა მოვლენა, ვერანაირი სხვა მოთამაშე, სახელმწიფო თუ სხვა პოლიტიკური ძალა ხელს ვერ შეუშლის. დღევანდელი ჩამობრძანება ჩვენი სტუმრების საქართველოში, რომლებიც მოგზაურობენ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან და მოგეხსენებათ ეს პროცესები საკმაოდ მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მოგეხსენებათ დღეს ჩვენი მზერა მიპყრობილია ნატოს სამიტისკენ, რომელიც სექტემბერში გაიმართება უელსში და ჩვენი დღევანდელი მსჯელობა შეეხო სწორედ ამ მოვლენას, ამ ღონისძიებას და გვაქვს ურთიერთგაგება იმაში, რომ ამ სამიტზე უნდა იქნეს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და რომელიც გააძლიერებს ნატოს პოზიციებს, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გადაწყვეტილებების შინაარსი უნდა იყოს სწორედ ეს. ძალიან მკაფიო, გზავნილი ყველასთვის, რომ ეს პროცესი გრძელდება და გრძელდება წარმატებით. ჩვენ შევეხეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ არის კიდევ მეტი შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ურთიერთობები, როდესაც ნატოს წევრი ესა თუ ის ქვეყანა საქართველოსთან თანამშრომლობს სწორედ თავდაცვის უსაფრთხოების და ამ მომიჯნავე სფეროებში, არის ხშირად უფრო მოქნილი, უფრო ოპერატიული, უფრო სწრაფი და ჩვენ გვახსოვს კონკრეტული მაგალითები, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ძალიან მკაფიო ქმედებებმა საქართველოს თავიდან ააცილა კიდევ უფრო დიდი გართულებები, რომელიც ჩვენ გველოდა. და ამიტომ ეს მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ და გავაძლიეროთ ჩვენი და ნატოს ურთიერთობაში. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, თქვენს დელეგაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც, რასაც ჩვენ გრძნობთ თქვენგან. სანაცვლოდ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად თავისი წვლილი შეიტანოს მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩვენს რეგიონშიც და მსოფლიოშიც, ისე როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. ეს ჩვენი საპატიო მოვალეობაა იმ დახმარების სანაცვლოდ, რასაც ჩვენ გრძნობთ ნატოსგან და ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან. Thank you, David, and thank you for your leadership and your clarity of political vision which you provide in your parliament and your country. Georgia is the most important partner that NATO has. You contribute more than any other partner to NATO's peacekeeping operations in other parts of the world. I warmly
დიდი მადლობა ბატონო დავით პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი პარტნიორობისთვის და თქვენი ასეთი ბრძნული ხელმძღვანელობისათვის პარლამენტის მინდა მოგახსენოთ რომ საქართველოს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატოსი და ის მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნამდვილად უსაფრთხოების გამყარებაში. I warmly welcome your EU association agreement. This is an important step forward in Georgia's Euro-Atlantic ambitions. მე გულთბილად მივესალმები თქვენს ხელმოწერას ასოცირების შეთანხმების ევროკავშირთან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. It's inevitable that you ask questions about the future NATO summit. რასაკვირველია, გარდუვალია რომ კითხვები ისმება თქვენ მომავალ ნატოს სამიტთან დაკავშირებით. For reasons everybody in this region will understand, Russia's aggression will be one of the central issues or the central issue which the summit considers. და იმ მიზეზების გამო, რაც ყველასთვის გასაგებია, რეგიონში რუსეთის აგრესია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც იქნება განხილული. And in determining how NATO responds to that threat, we must, of course, consider how we can enhance our partnership and relationship with countries in the region, countries which have experienced Russian aggression themselves. და იმის საპასუხოდ როგორი იქნება ნატოს რეაქცია ამ საფრთხეზე რუსეთიდან მომდინარეზე თუ როგორ უნდა გააქტიუროს ნატო თავისი თანამშრომლობა ქვეყნებთან როგორ უნდა გაამყაროს რათა თავიდან აცილებული იქნას ეს საფრთხეები. Your parliamentarians play an active role in our assembly. Ours is an assembly that represents members of parliament from NATO member states and from the parliaments of NATO partner countries. თქვენი საპარლამენტო დელეგაცია ასრულებს აქტიურ როლს ჩვენს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელშიც შედიან როგორც ნატოს წევრი ქვეყნების, აგრეთვე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარები, დელეგაციები. MPs from both government and opposition parties have always strongly made the case for Georgia's membership of NATO. და როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან მყარად ერთხმად ასე აცხადებდნენ საქართველოს მისწრაფებას და მის გაწევრიანების სურვილს ნატოში. And we're persuaded by their arguments. At our spring session this year, we passed a resolution calling for Georgia to join NATO. და ზუსტად მათი არგუმენტების, მათი ფაქტების მიერ დარწმუნებულება ჩვენ ამ გაზაფხულზე მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ნატოს გაწევრიანებისაკენ, საქართველოს გაწევრიანებისაკენ ამ ორგანიზაციაში. NATO foreign ministers have proposed a process to enhance the relationship and cooperation between your country, Georgia, and NATO. ნატოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მას განზრახული აქვს, რომ გააქტიუროს საქართველოს და ნატოს თანამშრომლობის პროცესი. This must not just be words, it must be a program of practical cooperation which enhances Georgia's security and takes you further major steps along the path to membership of NATO. არასაკვირველია ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები, მხოლოდ განცხადებები, აქ უნდა იყოს შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც გაამყარებს საქართველოს უსაფრთხოებასა და აახლოვებს მას ნატოსთან. We as a parliamentary assembly stand with you in that ambition. Thank you. და ჩვენ როგორც საპარლამენტო ასამბლეა, მის წარმომადგენლები თქვენს გვერდით ვართ, თქვენს მისწრაფებებსა და ამბიციებში. გმადლობთ. Thank you. Thank you very much.